დღევანდელ ვიდეოში არაფერი განსაკუთრებულის თქმას არ ვაპირებ, უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა იმ უმნიშვნელოვანეს დეტალს ხაზი გავუსვა, რაც ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, კონკრეტულად ადეკვატური ქცევა, მაშინ, როდესაც ვხედავთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ჩვენთან ახლოს. დააკვირდით ამ ყველაფერს? ეს არის დაახლოებით 15 კილომეტრიანი საცობი ავტობანზე გერმანიაში, სადაც ადამიანებს უწევთ დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში დგომა და თქვენ წარმოიდგინეთ, გადასახვევიც კი ამ ავტობანიდან ახლომახლოს ხშირად არ არის. ამით არც არავის ვაქებ, არც არავის ვაკნინებ. უბრალოდ ერთი რამ ფაქტია, კრიტიკულად ავადმყოფი პაციენტის ყველაზე დიდი სურვილი არის, რომ მასთან სამედიცინო დახმარება რაც შეიძლება მალე მივიდეს. დროულად აღმოჩენილი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება კი კრიტიკულად გადამწყვეტ როლს თამაშობს გამოსავლიანობაში. მაგალითად, გულფილტვის რეანიმაციის დროს ყოველი დაგვიანებული წუთი დაახლოებით 7-დან 10%-მდე ამცირებს გადარჩენის ალბათობას. გარდა ამისა, მწვავე ინსულტის დროს ყოველ წუთში დაახლოებით 2 მილიარდამდე ნერვული უჯრედი კვდება და თერაპიული ფანჯარა არის მხოლოდ პათოლოგიური პროცესის დაწყებიდან 4 საათ ნახევრამდე. ამიტომ დაუთმეთ სასწრაფოს გზა და გადაარჩინეთ სიცოცხლე.